დავიმარჯვებთ აუცილებლად. იმიტომ რომ ქართველი ხალხისთვის ბრძოლა არავის არ მოუგია და მით უმეტეს ეს თოჩოები და ტრენინგები ჩვენ ვერ მოგვიგებენ. თოჩოანი პოლიცია. კოლექტიური თოჩოები და ტრენინგები არიან დღეს საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაში და აუცილებლად დავამარცხებთ მათ, აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში ქართველი ხალხი და ჩვენ შევქმნით ისეთ სახელმწიფოს, რისთვისაც ვოცნებობდით, რისთვისაც ვიბრძოდვით. მე პირადად ჩემი მთავარი мотиваცია ჩემი სამი შვილია, მინდა რომ ისინი გაიზარდონ თავისუფალ დემოკრატიულ გარემოში და არ უწევდეთ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოძმის, თანაქალაქელის თუ ამ ქვეყნის მაცხოვრებლის მსგავსად ამ ქვეყნიდან წასვლა და გაქცევა და ზუსტად ვიცი რომ ამას აუცილებლად მივაღწევთ. ერთ-ერთი სიტყვით გეტყვით ზუგდიდის აქციაზეც რავი რაც კი ხდება ქვეყანაში, რაც ხდებოდა თბილისში, ყველაფერი გამოიარა ჩვენმა დემონსტრაციამ, დაკავებებიც, დარბევაც, დაჯარიმებებიც, ყველა ის უბედურება, რაც ამ რეჟიმმა მოსწია ქართულ ხალხს და რაც ყველაზე ტრაგიკულია ჩემი აზრით, ჩვენი ქალაქი სამწუხაროდ გამოდგა პირველი ქალაქი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სადაც 9 აპრილს ძალისმიერი მეთოდით დაშალეს მშვიდობიანი დემონსტრაცია. ეს ნიშნავს ერთ რამეს, რომ ამათ ძალიან ეშინიათ ჩვენი, თუნდაც 2 ადამიანი იდგეს, თუნდაც 1 ადამიანი იდგეს აქ ამ აქციაზე, არსებულ სისტემას ეშინია ნებისმიერი თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანის, ნებისმიერი დემოკრატიის მოყვარული ადამიანის და ზუსტად აქვს ჩემი აზრით გააზრებული ისიც, რომ მათი დღეები არის დათვლილი და საბოლოო ჯამში მათ მოუწევთ დამარცხებასთან შეგუება. ჩვენს აქციას აქვს კიდევ ერთი ტრადიცია, რომ ძალიან ხშირად სიტყვით გამოსვლები გვაქვს ხოლმე. იყო პერიოდი თითქმის ყოველდღე გქონდა, ეხლა პერიოდულად გვაქვს. დღესაც გვექნება ეს სიტყვით გამოსვლები, რითაც ვამხნევებთ ერთმანეთს, ვუცვლით ჩვენს მოსაზრებებსაც, თუმცა სანამ სპიჩებზე გადავალთ, გვინდა რომ პატარა მსვლელობა მოვაწყოთ ქალაქის ცენტრალური ნაწილის გარშემო, ბულვარის გარშემო, ისე რომ გზის ერთი სავალი ნაწილი დავიკავოთ მხოლოდ. 2 სავალი ნაწილი აქვს თითოეულ მიმართულებას, გზის ერთი სავალი ნაწილი დავიკავოთ ისე რომ არ შეუშალოთ ხელი სამანქანო მოძრაობას, ისე რომ დააბრუნდეთ აქ ამ ადგილას, სადაც უკვე 227 დღეა ვიკრიბებით და ამის მერე მეთხოვნა მაქვს ჩვენ სტუმრებთან, ვინც დღეს ჩამოვიდნენ ოზურგეთიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, თბილისიდან, საქართველოს სხვა ქალაქებიდან, რომ გადმოგცენ საკუთარი ქალაქების გზავნილები და ჩვენც ასევე გადმოგცემთ თუ რა გზავნილი აქვს ჩვენს ქალაქს დანარჩენ საქართველოში მიმდინარე პროტესტთან და დემონსტრაციასთან მიმართებით. ჩვენ ესე ვაკეთებთ ხოლმე, რომ რაღაცა დროშებიანი ადამიანები მიგვიწვიან წინ, აი ეს ამ წრეზე გავდივართ, ბულვარის გარშემო და მე ისე უბრუნდებით აქ ამ ადგილს. გამარჯობა. რაც შეგვიძლია დავიწყოთ მსვლელობა და რაც ხავარია ომახიანი შეძახილებით გავამხნევოთ ჩვენი ქალაქი. ჩვენს ქალაქს აქვს კიდევ ერთი შეძახილი, აგერ დავითია მისი ავტორი. მიკროფონთან დგომე ადამიანი იძახის დიდება საქართველოს და დანარჩენი ადამიანები იძახიან ერთობას დიდება. იმიტომ რომ ზუსტად ვიცით რომ ერთობაში არის დღეს ძალა ჩვენი გამარჯვების. ასე რომ დიდება საქართველოს! დიდება საქართველოს! დიდება საქართველოს! ცოცხლი ოლიგარქიას! შეგვიძლია გადავიდეთ მსვლელობის ნაწილზე. ასევე აქციაზე არიან შეკრებილი, როგორც ვთქვი, პატიმრების ოჯახის წევრები, მათ შორის ზეამაღლობელის მას ხედავთ ახლა კადრში, ასევე არის ლუკა ჯაბუას დედა, ბებია, საბაჯიკიძის და სულ ცოტა ხანში დაიწყებიან ზუგდიდის საკრებულოდან მოქალაქეები ბულვარის მიმართულებით დაარიგებენ პატიმრების მიერ გამოგზავნილი წერილებით აკინძულ გაზეთს. მოგვიანებით კი დაბრუნდებიან ისევ ზუგდიდის საკრებულოსთან, მომხსენებლები გაკეთებენ პატარა განცხადებებს და გააცნობენ ერთმანეთს თბილისიდან, ოზურგეთიდან, ქუთაისიდან და სხვა ქალაქებიდან ჩამოსული აქტივისტები იმ ქალაქების სათქოს და გზავნილს, რომელშიც ისინი არიან ჩაბმული პროტესტში. მეტრობით დაგემშვიდობებით, ნახვამდის.